What's up YouTube? Salami ყოლას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, მოკლედ ბიჭები, ახალი პოდკასტი. კითხვა-პასუხის ფაქტიურად პოდკასტი იქნება დღეს ძირითადად. გადავხედე ახლა უცებ, ხუთშაბათი დღე არის, სანამ წავედი ხელების დასაფამფად. ჩავწერ კაი ვიდეოს სასარგებლოს ბიჭები თქვენთვის YouTube-ისთვის. ესე იგი, შეკითხვებს ზედაპირულად შევხედე. შეკითხვა არის საინტერესო, მიახლოებით ვიტყოდი აქ 3. სანამ შეკითხების თემაზე გადავალ სასტავი, ვიტყვი რაღაცა გარკვეულ ერთ მაგარ სტერეოტიპს, რაზეც იმ დღეს ჩემს მეგობართან მომივიდა რაღაცა რჩევითი რაღაცა გარკვეული დიალოგი. ეს მითი ეხლაც არსებობს. ბევრს გონია, რომ ვარჯიშის შემდეგ, როცა თქვა ვარჯიშს დაასრულებს, აუცილებლად პირველ რიგში უნდა მიიღოს სასაფლაო გადაუდებელად პროტეინი, თორე კუნთები დაეშლება. ახსნი როგორ მექანიზმს. კუნთოვანი ქსოვილი გარკვეულად როგორც შენების მექანიზმით, ისევე რაღაცა გარკვეული კატაბოლური მექანიზმით, ეგ არ ხდება ბიჭები 1, 2, 3, 4 და 5 საათში. ეგ არის ვიტყოდი ალბათ უფრო დაჟიერთი რაღაცა, აი კვირის რაღაცა გარკვეული შეიძლება ესე ითქვას, რაღაცა დაჩიკი, რაღაცა გარკვეული სენსორი აქვს ჩვენს ხელს, აი უხეშად 1 კვირის, 10 დღის 2 კვირის, სადაც ის მიახლოებით სასწორზე წონით ჩვენში შემომავალ ენერგიას, განახარჯს, რაღაც გარკვეულ ანაბოლურ პროცესებს, რაღაცა გარკვეულ დატვირთვებს და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ვარჯიშის შემდეგ პირველ რიგში ხვდებოდეთ იმ სიტუაციას, რომ მეტწილად თქვენ ხარჯავთ ენერგიას და ენერგიის ყოველთვის არის რა თქმა უნდა ნახშირწყალი. ამიტომ სწორედ თუ მივა საუბარი და რა ვიცი, თუ უყურებთ თქვა ძველ რაღაცა გარკვეულ ჯეი კატერის ან კევი ლევრონის ან რონი კოლემანის რაღაცა სამოტივაციო ვიდეოებს და იქ ხედავთ, რომ რომელიმე მათგანი იღებს პროტეინს და ყრის და სვავს ვარჯიშის შემდეგ. ჯერ ნახდებოდით იმ ნიუანსს, რომ რას საკეთებ ენეგენი იქ ფაქტიურად, იქ არის ამერიკა, იქ არის ან კაცსა კონტროლი ყოველთვის ამ სტერიკების და ბევრ ამას ეგენი ფაქტიურად არ ლაპარაკობდნენ, ვერ ლაპარაკობდნენ და აჩვენებდნენ ფაქტიურად იმას, ისაც იყო ლეგალური, რაც კანონის მხრივ არ შეუქმნის პრობლემას და პლუს კონთ მაგათ კონტრაქტები. ყველა გარკვეული საკოვი დანამატების თქვა რაღაცა ვიდეოებს და რაღაცა ეგენი რო ალაგებენ მეტწილად. ეგ არის უფრო ისეთი პონტი, რასაც ქვია, საკოვი დანამატი, ჩისტა უფრო სუფთა ბიზნესი და თლად ყველაფერს ძალიან ისე მკვეთრად მაგას ნუუყურებთ. ამას ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვერ მიხვდება. მაგრამ ეგ არის მწარე რეალობა. ანუ ეგენი არ არიან ჯანმრთელი გარკვეული ან პროტეინით, ან BCI-ით, ან გარკვეული ამინომჟავებით და რა ვიცი, სხვა რაღაცა ვიტამინ D-ით. ყველაზე იდეალური ვარიანტი ბიჭები რომ ხვდებოდეთ. ერთხელ და სამუდამოდ, რა ვიცი, გადაუგზავნეთ მეგობარს, რომელიც კანკალით გარბის გასახდელში რომ უნდა დალიოს სასაფლაო პროტეინი, თორე კუნთოვანი ქსოვილი დაეშლება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ვარჯიშის შემდეგ. მე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა 1,000,000% იქნება უფრო ხილი. ხილი რატო? ხილის მომხრევარ უფრო რატო? ბევრი ახლა ფაქტიურად უფრო მისდევს გამომშრალ სხეულს, უფრო ისეთ ვარიანტში უკვე აი აღარ უნდათ დირთი ბალკინგი ხალხს, უნდათ უფრო რაღაცნაირად მშრალი სხეული. ყველა მიხვდა რომ ცხიმი არ არის არც ლამაზი, არც არის ჯანმრთელობისთვის კაი და ყველას უნდა რო ვთქვათ ნორმალური მეტაბოლიზმი და ნორმალური მეტაბოლიზმი რო იყოს, უნდა იყოს ნორმალური კონვერსია არააქტიური T4-ის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის T3-ში და მაგის ფაქტიურად კონვერსია რომ მოხდეს უფასოვან და მოხდეს ნორმალურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ძირითადი დიდი ნაწილი კონვერსია ხდება ღვიძლში და ღვიძლში კონვერსია რომ მოხდეს ნორმალურად უნდა პირველ რიგში გქონდეს ჯანმრთელი ღვიძლი ბიჭები და უნდა გქონდეს ნორმალური რაოდენობა ღვიძლში გლიკოგენი და ღვიძლში გლიკოგენი ყველაზე ჯიგრულად ავსებს ფრუქტოზა. ანუ ფრუქტოზა თქვენ იცით რომ ვისაც თქვა გინათ მომატება და ჯანზე ვისაც გინათ მოსვლა ფრუქტოზა არ არის თქვენი ბრო, მაგრამ კონვერსიის კუთხით და მეტაბოლური პროცესების კუთხით რომ მოხდეს ნორმალურად გარდაქმნა T4-დან T3-ში ეგ არის ყველაზე იდეალური ვარიანტი და აგიხსენთ რატო? აი, გარკვეულად ვაშს თუ ავიღებთ და თუ შევჭამთ და თუ აქ არის თქვა რაღაცა სახაროზე არის რაღაცა გარკვეული რაოდენობა ფრუქტოზა. ფრუქტოზა წავიდეს მიმართულებით ღვიძლში, გაავსოს ღვიძლის გლიკოგენი, მოხდეს მაგისტვის რაღაცა გარკვეული პატარა გარკვეული ისეთი მექანიზმი, რომ რაღაცა გარკვეული გინაც 5%-იან, 10%-იან ნორმალურად ფარისებული ფაქტიურად T4-ის T3-ის კონვერსიისთვის და ფაქტიურად თუ ღვიძლში პირველ რიგში უნდა ხვდებოდეთ რომ ორგანიზმს აქვს ისეთი მექანიზმი თვით გადარჩენის რაღაცა გარკვეული ისეთი ბალანსი სჭირდება ენერგიის, რომ ყოველთვის გაითვალისწინებს პირველში მარაგს, ტვინისას, გულისას, ღვიძლისას და უკვე შესაბამისად მე გარკვეულად რაღაცა კუნთოვანი ქსოვილის. კუნთოვანი ქსოვილი ჩვენთვის არის ზედმეტი რაღაც ისეთი ენერგიის გამხარჯავი რაღაცა გარკვეული პატარა მექანიზმები, რაც არ უნდა. იმიტომ რომ ევოლუცია ფაქტიურად და რაც მოხდა წლების წინ საჭმელი არ იყო ესე ხელმისაწვდომი როგორც ახლა ეს ფაქტიურად და ყოველთვის ენერგიის რაღაცა შენახვის რეჟიმი შეეცდება და ჩვენ ვიცით რომ კუნთოვანი ქსოვილი გაცილებით მეტ ენერგიას ჭამს ვიდრე ცხიმოვანი, ამიტომ კუნთი აი სულ გადადის ისეთ ვარიანტში მეორე პლანზე.
ამიტომ ჯერ გავავსეთ ღვიძლის გლიკოგენი თქვა თხილით ვარჯიშის შემდეგ რადგან დაიღალეთ სახაროზა რაღაც გარკვეული რაოდენობა წავა თქვა და კუნთის გლიკოგენში, ფრუქტოზა წავა ღვიძლის გლიკოგენში და შესაბამისად უკვე მერე შეგიძლიათ რომ გზად აურიოთ პახოვდო ამინომჟავებიდან იგივე პროტეინი ფაქტიურად. ეგ იქნება ყველაზე სწორი და ყველაზე იქნება აი მიზანმიმართული, რასაც ქვია ბალანსი ვარჯიშის შემდეგ. ანუ თქვენ რო იღებთ და სვავთ პროტეინს, კი რაღაც რაოდენობა წავა კუნთებში, რაღაც რაოდენობა წავა გლუკონეოგენეზის ხარჯზე, ანუ მოხდება იქიდან თქვა კონვერსია გლუკოზაში გარდაქმნა და ეგ არის უფრო ვიტყოდი, როგორც გადაგდება რესურსის არასწორი როგორ თქვა, გათვლა, ანუ არასწორი მექანიზმი, ყოველთვის დააბალანსი თქვა. ეგ იქნება სწორი ვარიანტი. რაც შეეხება ფაქტობრივად მაგ პირველ თემას. და ეხლა უკვე ჩაუჯდები, შეუბერავ, ზევიდან ავყობი ქვევით და შეკითხვების თემას გიპასუხებთ. თუ ვიდეო არ გამომივა და გიპასუხებთ მოკლედ და არ იქნება ძალიან გრძელი, ერთი საინტერესო შეკითხვა დამისვეს წეღან, მაგასაც შეიძლება რომ შევეხო, სანამ შემოვიდოდი აქ. პირველი ძაღლუკა Darkseid 1614. გამარჯობა გიო, შეგიძლია რამე წიგნი გვირჩიო ქართულად ნათარგმნი ბიოჰაკინგზე. არა bro. ჯერ ახსნი ისეთ თემას ფაქტიურად, რომ ბიოჰაკინგი თვითონ რაც კი რამეს ჩვენ უყურებთ, რაც კი რამეს ჩვენ ხედავთ, რამე წიგნები, ბევრი წიგნები მაქვს გარკვეული ინგლისური, ბევრი წიგნები მაქვს რუსული. Ну, არა ვარ მაგ წიგნები ძალიან აღშფოთებული და მან განსაკუთრებული არაფერი მისწავლე. ეგ არის რაღაცა გარკვეული ისეთი ისევ და ისევ, აი ვინც თქვა ავტორი არის ბიზნესის კუთხით, რაღაცა ლამაზი რაღაცა ვარიანტი. ნამდვილი ბიოჰაკინგი, რასაც ქვია ბიჭები, თქვენ ყველა უნდა იყოთ თქვენ თვითონ ბიოჰაკერები თქვენი სხეულის. ანუ ბიოჰაკინგი რაღაცა საერთოდ კი არსებობს, რაღაცა კი არის, მაგრამ მაინც ყოველთვის ბიოჰაკინგი ცოტა ისეთი ცუდი სიტყვა არის ძალიან ბიოჰაკინგი, რასაც ქვია გატეხვა რა, მაგრამ აი ბიოოპტიმაიზინგი, თქვენი სხეულის ბიოოპტიმიზაცია უნდა შეგეძლოთ, რომ თქვენ ხვდებოდეთ, რომ ზოგს აი კუჭი აწუხებს მაგალითად და კუჭის ვარიანტის უაქვს პრობლემა, ვიღაცას აქვს ფარისებული, ვიღაცას აქვს ტესტოსტერონი რა და ისევ და ისევ თქვენ უნდა მიეწოთ მაგ სიტუაციას და ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი მეც რეჩი არ ვიცი არაფერი და შემოგთავაზებ ყველაზე მაგარ ვარიანტს, რაც შეიძლება რომ შენ გააკეთო, ბიოჰაკინგს აძმო ჩემი დახურული ჯგუფი, საწერო არის 40 ლარი თვეში. იქ შემოხვიდე, იქ არის არქივი პროსტო უამრავი, სადაც ბიოჰაკინგს კი არა მარტო გზად, უამრავს ხოლმე სასარგებლო რაღაც ვარიანტებს ისწავლიც მაო. ეგ არის ყველაზე ნაღდი ვარიანტი. დანარჩენი, ესე იგი, ჩავყევით ქვევით. ტომი ჰევილანძე აკლია პოდკასტი წერენ. ტომი ჰევილანძე პოდკასტი კი აკლია, ბაზარი არ არის, მაგრამ ინფორმაცია მაგაცი ბევრი არ არის. აი არიან რეალურად დაჟე ქართველებისა, ჩემი მეგობრები ბევრი არიან, რომ ძალიან მაგარ ჯანზე, მაგრამ არ უყვართ ძალიან ეს ხალხში გამოსვლა, ასე ვთქვათ, ვიდეოების გადაღება და ასე შემდეგ. ტომიზე შეიძლება რამე ვიდეოს გადაღება ახლა მომავალში რა. ძაღლუკა გივი გელიშვილი 74-80 ერთი ნოოტროპზე, რო თქვა, რომელიც კრივში გამოსადეგია. bro, აი უნდა ხდებოდი როგორ რაღაცასო. ერთი ყოველთვის რაღაცა ისეთი no რასაც ქვია როგორც ეფექტური რაღაცა ნოოტროპი, მაშინ როგორ თემას გეტყვი ფაქტიურად. შეგიძლია დატესტო და გინდას თქვა კლასიკური პირაცეტავი, რომელიც ხופში კაპკებიღის რა. მაგრამ მოიჭველი ყოველთვის ჯერ პირველი მაინც თუ მივა საუბარი კრივზე, უნდა იყოს ალბათ დაბალი რაოდენობით თქვა კოფეინი და კოფეინი უბრალოდ ანჰიდროუსი თუ გაზოს რაღაცა ისეთ მკვეთ, რომ გარკვეულ რაღაცა ენერგიის ჭარბ მოზღოვებას შეგიძლია გააკეთო მაგალითად კომბინაცია კოფეინი და ელთიანინთან ერთად, მაგალითად სადაც კოფეინი გააქვს მიახლოებით 150-200 მგ. თიანინს გაქვს მიახლოებით 100-150-200 მგ. თითქოს აი არის ხოლმე ხშირად პროპორცია 1:2-ზე, ანუ თქვა 100 მგ კოფეინი და 200 თიანინი. ეგ უფრო გამოგადგებათ ბიჭები იმათ, ვინც ზიხართ და კოგნიტიურად მუშაობთ, ანუ ვისაც გინდათ იმიდან მკვეთრი, მშვიდი ფოკუსი. რადგან კრივი უფრო ცოტა იგიწევს ფაქტობრივად აქტიურობა და რაღაცა, მაშინ ვიტყოდი რომ 1:1-ზე კოფეინი თიანინი შეგიძლია შეათავსოთ თქვენში და კიდე შეგიძლია რომ დაუბერო მაგალითად დაჟე ვთქვა გინდაც კლასიკური თქვა ლიმფოცეტინი ეგეც სისხლის მიმოქცევას აჩქარებს. შეგიძლია კლასიკური თქვა დაჟე პირაცეტამი. შეგიძლია დაჟე თქვა შეუბერო ჟენშენისაც აქვს ნოოტროპული. შეგიძლია დაჟე შეუბერო თქვა დაჟე ნოოპეპტი. შეგიძლია შეუბერო დიჰექსა. დიჰექსა არ ვიცი როგორ დოპინგზე ჩანს თუ არა, bro, ეგ უნდა გააკონტროლო ეგ ვარიანტები რა და. ბევრია ძალიან. აი ნოოტროპები ნორმალური რაბოჩი ალბათ ვიტყოდი მინიმუმი 1.15 არის ფაქტობრივად რა. ბევრი ჩანს დოპინგზე რა და. აი ეგ ვარიანტის კუთხით უნდა უფრო ინფორმაცია მოგეკოცნო. Дальше. ტომი ჰევილანძე, ძაღლუკა GHGC, ტომი ჰევილანძე საუბარი კაი იქნებოდა. მაგის გარდა ერთი კითხვა მაქვს, შენთან კრეატინის მიღება კენს საჩენს ორგანიზმში თუ სტერეოტიპია ჩვეულებრივი. ახსნე როგორ ნიუანს, bro. თუ გენეტიკურად თქვა გააქვს შენ გენეტიკაში თქვა რაღაც გარკვეული თითქმელაშიაც ახლა შენ ამ კენჩის
თქვათ რაღაცა გაჩენის ვარიანტში უნდა გადახედოთ ყოველთვის თქვენს გენეტიკას, თქვათ გენეტიკა მაინც თავისი სამობს, როგორც კი არის თქვათ. თუ გააქვს სრულიად ჯამთელი ფაქტიურად თირკმელები, ძალიან რთულია რომ გაიჩინო რამე პრობლემა. ამიტომ სვიუ პრობლემოთ დანარჩენი ჩემი ვარაუდით 90-95% პრობლემა არ გექნება. თუ გენეტიკურად სულფასოვნად თირკმელები გაქვს ჯამთელი. გაბუქებულია ეგეც ინფორმაცია, არასწორი არის სპორტ ვიკიდან რომ რაღაცებს საჩენს. ყოველთვის უნდა ხვდებოდეთ როგორ სიტუაციას რომ, რა ვიცი, არის უხეშად, რავი, აი მილიონი ადამიანია თქვა და მილიონი მოხმარებელია კრეატინის თქვა. ვიღაცას თქვა რაღაცა გარკვეულად 3-5% რამე საიდ ეფექტი მოუვიდა და ყოველთვის გადის ადვილად, ჰაიპურად ისეთი გარკვეული თემები, სადაც რაღაცა მოხდა ცუდი, უარყოფითი და ამასობაში შეიძლება თქვა გარკვეულად აი 95% ხალხს დაჟე ექსპერიმენტები ქონათ კრეატინის 20 და 30 გრამი შეიძლება რა ითქვას. დღეში და არანაირი პრობლემა არ ქონიათ და ვიღაცა შეიძლება პრობლემები შეექმნას დაჟე ძმა მიახლოებით 10 გრამზე. ამიტომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. თუ სრულიად ხარ ჯამთელი, აბარებ კრეატინის, არ გაქვს დიდი body weight, ანუ თითქმის უფრო პრობლემები აქვს იმ ხალხს, ვისაც უფრო ჭარბი წონა აქვს, ვინც აი არიან უფრო წონით მიახლოებით 100-ზე ზევით. რა, იმიტომ თითქმის ერთ ზომის არის ფაქტობრივად, რაც მოცულობა ადამიანს არის მეტი, უფრო რატოც არის მეტი. ამიტომ დიდი ვარაუდი თუ ხარ სრულიად ჯამთელი, bro. ადეკვატური დოზირებები არაფერს ნახოთ არ გავნებს. ზაღლუკა გიორგი ელიაშვილი. გიო ვინც ყოველდღე ვმუშაობთ 12-დან დილის 8 საათამდე ენერგიაზე რომ ვიყოთ, რა გავაკეთებ? ვაიმე, bro. ვიტყვი მიახლოებით ერთი ალბათ 3 რაღაცას ერთდროულად. ჩემი მიახლოებით 1-3-4 მეგობარი იგივენად სისტემაში მუშაობენ, რომლებსაც სამსახურიდან გამომდინარე უწევთ ღამის თვეები. აქვს როგორ ნიუანს, როცა წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი ისეთი რაღაცა გარკვეული ძალიან მაგარი დახვეწილი და ადაპტირებული მექანიზმია. რომ ადაპტაცია მაინც ხდება, მაინც ეჩვევი. რო გითხრა bro, რომ რაღაცა ჯადოსნური ტაბლეტებს გადაყლაპო, რაღაცა ნოტროპებს მიიღებ და რამის ტერიკებს გაიკეთებ და მაგით კომპენსაციას გააკეთებ, არა bro. პირველი ყოველთვის უნდა გააკეთო, რომ პროცესმენიდან გამოხვალ, წახვიდე ძმაო და უეჭველად პირველ რიგში უნდა დაიძინო რა 1,000,000%. დაიძინო ნებისმიერი კუთხით, თქვა. დილით 8-ზე მიხვედი სახში, არა აქვს მნიშვნელობა. ნუ აიღებ იმენ მელატონის რა. აიღე დიდი რაოდენობა თქვა გლიცინი, აიღე დიდი რაოდენობა მაგნეზიუმი, დალიე და უეჭველი ფენიბუტით შეგიძლია ჩააყოლო ცოტა ხანდახან და უეჭველი გამოიძინე ძმაო. ეგ იქნება პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი ფაქტიურად რაც არის მაინც ისეთი რაღაცა გარკვეული რაც იმინა ძალიან სვიჩი მოგხოდავს და რაღაცას იმეც გიზავს. არ არსებობს ვიტყოდი როგორც თემას ძილი პირველი. მეორე T1-ის თემა იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ ფაქტიურად ზუსტად ვინც ღამეებს ათენებენ და რაღაცა, მგონია ეგ არის სტრესი ფაქტიურად. მივდივართ ფიზიოლოგიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძილი ისეთ შემადგენელი რომ ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ჩვენ გძინავს სადა. კომპენსაცია უნდა გააკეთო ფიზიოლოგიური მაჩვენებლით 1,000,000%. შესაბამისად მე რაც შეეხება თქვა ისეთ რამე ნოოტროპს, რომელიც ცოტა სისხლის მიმოქცევას დააჩქარებს თქვა. იგივე სიტუაცია როგორც შეიძლება ითქვას თქვა ძმა. ვიპოცეტინი იქნება ნორმალური პონტი ამ სიტუაციაში, შეიძლება ითქვას დაჟე ნოოპეპტი, შეიძლება ითქვას დაჟე თქვა ანირაცეტამი, შეიძლება დაჟე ითქვას თქვა ნუგლუთილი, რაღაცა რაც ცოტა ტვინს მოხდავს უფრო, იმიტომ რომ ყოველ ნებისმიერ ვარიანტში ფიზიკური პერფორმანსი ერთია, მაგრამ ხოდზე გონებრივად ვერ იქნები, როცა თელი ღამე გაქვს მო გათენებული. ძილი გააკეთე bro და რომელიმე რაც ჩამოთვალე მაგნოოტროპებიდან განიხილე, დატესტე, რადგან ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და უეჭველი რაღაცა წაგადგება რა და სამომავლო ვარიანტში, რა ვიცი, ანალიზებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ მაინც გინდა არ გინდა ყოველთვის, როცა ორგანიზმი მკაცე მივა საუბარი და მივა რაღაც გარკვეულ სტრესულ რეჟიმზე, მაინც პირველ რიგში ზუსტად ეგ არის განსხვავება კაცის და ქალის შორის, რომ კაცს ტესტოსტერონი კაკლებიდან გამომდინარე აქვს და მაგის ფონზე მაინც რაღაცნაირად გაუწყვეტა რა და თუ ტესტი კიდე მაინც ესეთ რეჟიმზე გაქვს ნორმაში და რაღაცა ძმაო, მაშინ ბაზარი არ არის, ყველაფერი გაქვს ჯიგრულად. თუ ტესტი ვაფშე ქვედა ზღვართან გიგდია და რაღაცა და აშკარად ყოფნა ცხოვრების ხარისხის გიფშტება T1-ის თემაზე შეიძლება დაფიქრდე რა. დალში ავყევით ზევით. ესე იგი ზაღლუკა ლეგენდა. გიორგი კითხვა მაქვს და იმედია მიპასუხებ ვიდეოში. ეს საჭირლები რო არიან წია გარო 400-ები ჩასწრომები 300 და ასე შემდეგ. მაგენ დოპინგს აბარებენ თუ ნატოლობას იწერებენ. რა ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით? დაჟე იმასაც ამოვნო რაღაც სტეროიდს ხმარობენ, რომელიც დოპინგში არ აგდებს, პროსტა მაგის სახელი არაა. გაბაზრებული და რამე ვიცი. bro, ძალიან მაგარი შეკითხვა, ძალიან მაგარი. ვახ, მე ისეთ რაღაც თემებს ეხები თქვენ მიჭები, რომ მოდი როგორ ვარიანტს ავხსნის, თუ მივასაუბარი იმენა, კაროჩი რაღაცა თქვა ძალიან მაგარ სტერიკებზე, რომლებიც შეიძლება დაჟე კაროჩი არ არის ჩვენთვის ახლა ხელი მისასწრომი და რაღაცა ჩინეთში არიან ძალიან მაგრები. ჩინურ ნაკრებს შეიძლება კონდეს ეგ ერთი. მეორე
არის ესეთი პონტი ფაქტიურად, რომ ესეთი რაღაც თემები დადის გაიჯონა, რომ სისხლს წმენდავენ, ანუ რაღაც აპარატში ფაქტიურად, ადამიანი ემზადება ფარმაზე, პროცედურა კი ძალიან ძვირი ერთეული ეკეთებენ მაგას და რაღაც გარკვეული, როგორც არის ერიტოციტოფერეზი თუ არა ვცდები, მას იქია სწორად, ანუ როცა თქვა ადამიანს ჭარბად აქვს მაღალი ერიტროპოეზი, წითელ ქსოვილებს ანუ გაერთებენ აპარატში, როგორც ესე თქვა, შეიძლება ითქვას ისუფთავებენ სისხლს ჭარბ წითელ ქსოვილებად, რომ ჰემატოკრიტის შესაბამისი სისხლი გაგიცხელდეს ადეკვატურ ნორმაში, რომ არ აქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. აი მიახლოებით მსგავს თემას აკეთებენ სისხლს ფილტრავენ ვარიანტში იმ გარკვეული მეტაბოლიტებიდან, რომლებიც არის დაკავშირებული იმ ნივთიერებებთან, რასაც ეგენ იღებენ. ეგ არის პირველი ეტაპი. ჩვეულებრივ ხალხისთვის და ყოველი მეორე მაგას არ იკეთებს. ეხლა უყურე როგორ თემას შევეხები. დაიმახსოვროთ ერთი რაღაცა ნიუანსი. აი ავიღოთ თქვათ ტიპი და მე როგორ მოვამზადებდი მაგალითად ვინმე ნორმალურ თქვათ მაგალითად გინდათ სამჭიდელს რა. კროსფიტის თემა ვაფშე სხვა პონტია, ძალისმიერ თემა ვაფშე სხვა პონტია, რომ მივიდე საუბარი თქვათ აი წლის განმავლობაში ციკლზე. ადამიანი შეიძლება უხეშად მოკლე პრეპარატებით, მაგალითად აქცენტი გაკეთდეს თქვათ, რა ვიცი. რეკომენდაცია როს არის ჩემი ვარიანტი და იმას უგავოსმეხოს რომ მე ექიმი არა ვარ ბიჭები, მე ვლაპარაკობ ჩემს გარკვეულ ექსპერიენსს. შეიძლება გაკეთდეს როგორი აქცენტი მაგალითად. ეხლა ვებაზრებოდი ჩემს მეგობარს და ის მებაზრებოდა იქ ერთი შტანგისტების რაღაც გარკვეული ბაზა არის საზოგადოებრივი და იქ დაკეთებენ მიახლოებით ესეთ პონტებს. მოკლე პრეპარატებზე, მეგადოზინგზე ემზადებიან, ლოგიკურია რომ რაც კი არ გავაჭიროთ საქმე ფაქტობრივად გავანებოთ ჰორმონალურ სისტემას თქვათ, ყესები და სახსები როცა თქვათ მიდის რაღაცა ფიზიოლოგიურ ზღვარზე, ავიღოთ მიახლოებით თქვათ 100 კილოგრამზე, შინზე მივიდა ადამიანი მეც ვეღარ ეწევა. დახი მიჩნდა. ავიდა მიახლოებით 150 კილოზე. მე ვაფშე ყველაფერი შეეშვა. დაჟე პეკეტეების და ყველაფრის გარეშე 120 მაინც აწევს. ანუ მაინც ყოველთვის რაღაცა მახსოვრობა ყესების და სახსების ბრო. მაინც დარჩება, როგორც კი არ გავაჭიროთ საქმე. ამიტომ მიახლოებით ეგ კუთხეც არის ეგ ერთი. მეორე, ვინც ახლა არიან დიდი წონები body weight-ები ვინც არიან ახლა ისინი რო უждებიან ძმა მაგალითად 400 კილოს შეიძლება ტიპიკოს მიახლოებით 160-170 კილო და რაღაცნაირად არ მიყვის რა ეგენი სულ არიან ჰიპერკალორიულ დიეტაზე ან უბერავენ ყველაფერს არიან შეშუპებულები არიან აი ესეთი მუხლები აქვთ აი მე ჩემი ხელი რო ნახვა აი ფაქტობრივად აი ძვლები აქვთ ძალიან დიდი რა და არიან უბრალოდ ტალანტები ერთეულები ვისაც ჩვენ ნახავთ ახლა მსოფლიოში თან სპორტი მოვიდა ხოძზე ნენელა რა ანუ ბევრი უკვე ვარჯიშობს და შესაბამისად იმიტომ უკვე ბევრი ჩაერთო სპორტში და ბევრი ტალანტის გამოჩნდა რა. ვისაც ახლა ჩვენ ხედავთ, ფაქტობრივად 1-5 კაცი მსოფლიოში ხა ვინც ძალიან ჩანან, ეგენი ტალანტები არიან რა და შეიძლება როგორც თქვია ესე მოკლე ციკლებად ფაქტობრივად ხიმიჩობენ, არ აკეთებენ გამოცვას, იმიტომ რომ კომიდი და ენკომიდის ეგენის დოპინგზე кайხანი ჩანს და მაინც გააკეთებენ წონას, ფაქტობრივად იმიტომ რომ ცვეთში მინახია მე ძალიან ბევრი ძლიერი ბიჭი, ვისაც ტესტოსტერონი უგდია ქვედა ზღვართან. ამიტომ მაინც აი სტრუქტურული გენეტიკის ხარჯზე მაინც ეწევიან მაგწონებს. აი რამოდენიმე ეს ვარიანტი შეიძლება ზმაური განიხილოს კაცმა ფაქტობრივად რა. მე მგონი ძალიან ჯიგრულად გიპასუხეთ ბიჭები რა. ზაღლუკა ლაშა 2869 გიო თუ ქრონიკულად ცხვირი მაქვს გაჭედილი კურსი აპასნია ჩემს. არა bro, ცხვირი ქრონიკულად გაჭედილი მეც მაქვს ფაქტობრივად, მაგრამ ვარ ფაქტობრივად ერთი ისე რა. აპასნი არ არის. აპასნი უფრო არის სხვა ბევრი უამრავი ფაქტორი, რაც მე ფაქტობრივად ჩემზე შემოძმაო, არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვის. ცხვირის თემაში იმენა ციკლი არაფერს უაში ნაღდაცმაო არ არის. ესე იგი, მოდი როგორ თემას ვიტყვი ფაქტიურად რა. მოდი ამ ბოლოსთვის დავტოვებ IGF-ზე რო არის. მოდი ახლა ვიტყვი როგორ ვარიანტს ესე იგი რა. ხმის თემას დავუწევ ბიჭები. ზაღლუკა GHG რაღაცა. გიო, კიდევ ერთი კითხვა კლომიფენ ციტრატი ტაბლეტი როგორ მივიღო? და უკუჩვენებას როგორ ველო ნატურალი ვარ და მასის გაზდამ სურს. ყველაფერს უბერავ კრეატინი, პროტეინი, იბუტამოლინი, რაც ნატურალზე გადის. რეზიმითაც მაგრამ თუ უწყობ ხელს პროსტა კომიფენზე რომ გითხრა როგორ მივიღო მადლობა. ეხლა როგორ თემა არის bro, მაგის გითხრა პირდაპირ სწორად როგორ უნდა მიიღო, ეგ იქნება ჩემი მხრიდან არასწორი და აგიხსნე რა ვარიანტს. ფაქტიურად გიპესტიმულაცია გიპოფიზის და ეგ ფაქტიურად მოქმედებს გიპოფიზზე, რომელიც HTFSH ჩაითვალეს მუშაობაში ფაქტიურად ან ველი დაკავშირდეს, ან ზოგს აქვს თქვა, აი კაკელები აქვს მაგარჯანზე, მაგრამ გიპოფიზი აქვს თვითონ მძინარე. ჩვენ გვაკეთებთ ამით აი კარგი გაგვიძებას ვაკეთებთ გიპოფიზისას. დოზირება არ არსებობს, ფაქტიურად ერთი. არის ბევრნაირი ვარიანტები. აი თქვა ადამიანი იღებს მიახლოებით, რა ვიცი, 2-3 კილო კომფენს, თქვა დიდ რაოდენობით, მერე ვაფშე ეშვება. ვიღაცა თქვა იღებს კვირაში 3 ჯერ მიახლოებით 25 მგ-ს, მერე ვაფშე ეშვება. ეგ ხდება მაინც მხოლოდ ანალიზებით, იმიტომ გიპესტიმულაცია გიპოფიზის კატეგორიულად არ არის კარგი რა.
ამიტომ უნდა ჩავარდეს თქვა LH-ი ძმო, ინახოს ფაქტობრივად LH-ი ჩავარდეს, ტესტი ჩავარდეს, საერთო ტესტი ჩავარდეს თავისუფალი, DHT-ი ჩავარდეს ფაქტობრივად დეგიდროტესტოსტერონი და ინახოს ფაქტობრივად ბალანსი როგორ არის რა და მაგისთან მიხედვით მოხდეს კლომიფენის ფაქტობრივად დოზირება. ამიტომ ისეთი თემა არის, რომ ინდივიდუალური ანალიზები ჯობია გააკეთო, დანარჩენი მომატების თემა შენ თუ გულისხმობ. კლომიდი როგორი თემაა, დოპინგზე ჩანს სხვადასხვა კაიხანის, ისეთი თემა არის ფაქტობრივად, რომ შეიძლება რომ მიიღო, ბაზარი არ არის, რა ვიცი, ანალიზები ჯობია, მაგრამ რო თქვა ხეშად 1-2 კვირა დალიოხმი 25 მგ წეს პრობლემა არ უნდა გამოიჩინოს. მაგრამ ეხა მეორე მხარეც არსებობს. გარდა სტიმულაციას თქვა, სტიმულაციის ჰიპოფიზისა, რაც თქვა, როცა LH-ი არის ძალიან ჭარბად მაღალი, თქვა, ეგ არის ცუდი ძალიან. თავის თბილები კიდე ის მაგარი მურტალი ესე ვარიანტი რო თქვა. მეორე ნიუანსი რაც არის, შეიძლება ბრო გზად მოხდეს ისეთი სიტუაცია, რომ შენ არიცი, ანუ შენ ფაქტიურად არა გაქვს LH-ი დაბალი, თქვა, აი ზედაზღვარი უხეშად თუ არის 8, ანუ უხეშად იყოს ზედაზღვარი თუ არის თქვა 10, შენ გაქვს 8, ამასობაში ტესტიც გაქვს თქვა ზედაზღვართან, დაიწყე შენ კონფერენციაც მიღება, უფრო მოხდა ჰიპოსტიმულაცია ჰიპოფიზის, LH-ი ახტა მიახლოებით 11, 12, 13, 15-ზე, ანუ მოხდა უფრო გააქტიურება, უფრო წავიდა სიგნალი კაკლებში, კაკლებმა დაიწყო უფრო აქტიურად მუშაობა, ტესტი გაგიხდა შესაბამისად უფრო მაღალი, ანუ გადასცა რეფერალურს და უკვე მათ პასუხივე თქვენ იცით ალბათ ყველამ, როცა ხდება გადასვლა ტესტის, ანუ რეფერალურზე მაღლა, ლოგიკურია მე შესაბამისად უკვე ხდება კონვერსია ესტრადიოლში. მე უკვე შესაბამისად ესტრადიოლს უნდა კონტროლი. მაღალი ესტრადიოლი ძალიან ცუდი ემპონჩი შეშუპება შეიძლება ზოგს ხასიათი უფუჭდებოდეს. ანუ ისეთი დაკეტილი რაღაცა ჯაჭვია ბრო რო რთულია რა და რა ვიცი, შეგიძლია მოხვიდე ერთხელ კონსე ერთხელ ერთჯერადზე. და რეალურად ყველაფერი ინახოს მოჯიგრულად და ძალიან იოლი ვარიანტი კიდე როგორც გითხარი რა 1.25 მგ თქვა გინას 1.10 დღე ყოველ დღე და მე თქვა დღე გამოშვებით და მე ხომ შეეშვა და ანალიზები ნახოთ მო. ბოლო შეკითხვა ბიჭები და ფსიო რა არ მინე ხომ 25 წუთს გავაცილო. ზაღლუკა თემო დემური 15-66 გიო IGF LR3 საშიშია რო რამე კუნთისთვის გასაზრდელად საუკეთესო პეპტიდის ყიდვა მინდა თაგვისთვის. მაგარი შეკითხვა არის bro. ხა ოხსნი როგორ ნიუანს ფაქტიურად. საშიში არის რა მხრივ. ინსულინის ზრდის მსგავსი ფაქტორი რაც არის ყველა და რაც მაგას ეწევა ფაქტიურად ეხლა შენ უკვე პირდაპირ მზას იღებ. გზად რა თქმა უნდა იბუტამორინის ეწევა მაგას. გზად რა თქმა უნდა ზრდის ჰორმონის კლასიკურად ეწევა მაგას. გზად რა თქმა უნდა ყველაზე უფრო მაგრად ვიტყოდი რომ ეწევა რა თქმა უნდა ინსულინი. ახსნი როგორ მექანიზმს ბიჭები. ყველანაირი ჰიპოსტიმულაცია ინსულინის ზრდის მსგავსი ფაქტორის არის მხოლოდ ცუდი და ჩერევატი იმით, რომ უნდა ხვდებოდეთ, რომ რაღაც რეფერალურ ზღვარებში ჩვენ როცა ვხედავთ თქვა გარკვეულად ანალიზებში ის არის მოგონილი სწორად თქვენი ხალხი. რაც თქვა აი IGF-ის რაღაც გარკვეული ფიზიოლოგიური ნორმა თქვა თუ ხეშეთ არის მიახლოებით ზედაზღვარი არის თქვა 300 ასაკში იკლებს ან თქვა გააქვთ თქვენ მიახლოებით აი ქვედა ზღვართან არის უხეშად არის თქვა 300 ქვედა არის 100 რაც დაბალია მით არის ცუდი იმით რომ კუნთოვანის დის ვარიანტის და დაჟე კანის თმაც ბევრს პრობლემები აქვს დაჟე მინახია სტატიები სადაც თქვა დაჟე ვიღაცას აკნე ქონია მაგიდან გამომდინარე უზომოდ ცუდი თქვა აი ჩხილები სახსების ტკივილი და ასე შემდეგ ჰიპოსტიმულაცია არის იმით ცუდი რომ თუ თქვა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ დავდივართ ძალიან მაღალი IGF-ით კანცეროგენული პროცესები, ანუ რაღაცა გარკვეული ისეთი უჯრედები ფაქტიურად, რომელიც უფრო აი კიბოს მეგობრები არიან, ესე ვთქვათ, ანუ კანცეროგენული ვარიანტები, უფრო არის აქტიური. ამიტომ მაგას აი ამ ჯგუფს ფაქტიურად აი ყოველას უნდა ძალიან ჭკუით გამოყენება, ანუ არა მეგადოზინგები და დიდი დოზირებები, არა. უნდა იყოს ყოველთვის რაღაც გარკვეული ბალანსი. ჩვენი სხეული არის ისეთი გარკვეული რაღაც ესეთი კოლბა, სადაც არის გარკვეული ბალანსი, ანუ არ შეიძლება რომ ვთქვათ, აი მეკითხე მე ხშირად EK11 რო არის მიოსტატინის ინჰიბიტორი, გიო როგორია. კაია, მაგრამ სოლო ერთი ეგ არის მიოსტატინის ინჰიბიტორი. სხვა რაღაც პროცესები არის ჩვენში. არის კიდე გარკვეული ტესტოსტერონი, არის დეგიდროტესტოსტერონის, არის ბალანსი პროლაქტინის სტრადიოლის, ანუ ბევრი ისეთი ვარიანტი არის. IGF-ი არის როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი, ესეთი ფაქტიურად ოფიცერი, რომელიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ ბაზარი არის, მაგრამ დიდი დოზირებები არ გინდა. მე მაგალითად თუ უბერავ, მე გამიკეთებ პროტოკოლები მიახლოებით დაჟე 50 მიკროგრამი კვირაში 3-ჯერ და 4-ჯერ რა. ეგ არის ნორმალური ვარიანტი. IGF-ი თემა ძალიან საინტერესოა. ალბათ ყველაზე კაი საუკეთესო პეპტიდი შენ თუ გულისხმობ, მაგ კუთხით, რა თქმა უნდა, იქნება ალბათ IGF-ი და გრძელი ფორმა გიწერა შენ LR3. ამიტომ მიკროდოზინგი ნახდათ თუ ფინანსები არ გაქვს ანალიზების, თუ ანალიზების გაქვს, მაშინ ყველაფერი კეთდება ანალიზების კონტროლით. დანარჩენი ფაქტიურად თუ შევეხებით თქვათ იბუტამორენს ან შევეხებით თქვათ ინსულინს ან შევეხებით ზრდის ჰორმონს მაგ კუთხით, მაგ განხრით
მან უფრო შესაბამისად უფრო ადვილია სიტუაცია და გიხსნი რატო. გარდაქმნა, თქვათ, IGF-ში მაგ ყველა სამის რომელიც ჩამოვთვალე. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური. ვიღაცას მაგალითად დაჟე 15 მგ იბუტამოლენზე იქნება მაღალი IGF-ი და ვიღაცას ვაფშე პოხუი. მანდაც როგორი სიტუაცია არის? კონვერსია ფაქტიურად თქვათ, იგივენაა თუ ავიღოთ თქვათ, სომატოპროპინი IGF-ში. ეგეც ხდება ფაქტიურად ღვიძლის თირკმელებში, ან ყოველს აქვს ეგეც ინდივიდუალური. ვიღაცას თქვათ, შეიძლება რომ მაგალითად 5 ერთეულოს დის ჰორმონზე IGF-იც ასწიოდეს ძალიან მაგრად ზედაზღვართან და ვიღაცას კიდე ვაფშე არ ასდიოდეს თქვათ. და ვიღაცას ხოდის ცუდი კონვერსია ისევ და ისევ ღვიძლიდან გამომდინარე რომ იღებს თქვათ ტაბლეტი რომ ამბევ რაღაცა გარკვეულ სტერიკებს. ან ჭამდეს თქვათ ძალიან, ან ძალიან ქონდეს ის ვარიანტში სუსტი ბაგური ღვიძლი რა, ბაგიანო რო ქვია რაღაც გარკვეული რა. ამიტომ თუ მიკროდოზებს შეუბერავ კომბინაციაში თქვათ სხვა რაღაცებთან კაია ძმაო და კიდე იმას გეტყვი რომ ძალიან ხანგრძლივი ციკლები არ გინდა bro. დაუბერე ხო მიახლოებით 2 თუ 4 ნახევარი იკმარე, მერე ჩაანაცვლო სხვა რაღაცები და ასე შემდეგ. ეგ არის ბიჭები, როგორი თემა არის? YouTube-ს მე შეუბერავ, შევესწრები რომ კვირაში ერთხელ მაინც ეს მსგავს ვიდეოები დავალაგო, მაგრამ თხოვნა არის ჩემი როგორი. ბიჭები, ბოლო ხანებში ბევრი რაღაცა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რთული ეტაპი გავიარე. ეხლაც გარკვეულად ძალიან რთულ პროცესში ვარ და ვიტყვი როგორ სიტუაციას. მინდა მოკლედ რომ ბიოჰაკინგსაც რაც მაქვს დახურული ჯგუფი, ეხლა ვამბობ რომ არის ეგ ჯგუფი 40 ლარის თვეში საწევრო. მინდა რომ მანდ მიახლოებით როგორც ადრე 30-35 კაცი მოგროვდეთ, ნორმალური. და მინდა რომ გაკეთდეს როგორც რაღაცა გარკვეული bro science. მე როგორც ატყობთ, მე ვიძახის რომ მე ექიმი არ ვარ. მე რასაც ვაზიარებ, მე ალბათ ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი აი ცეთში, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტი აქვს ნახარჯული ანალიზებში, ექსპერიმენტებში, ტესტებში და ასე შემდეგ. მე მაქვს რეალურად ის, რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ თქვენ. შემომიერთით, თუ დავსტაბილურდებით, სტაბილურად ვიქნებით ჯგუფში მიახლოებით 15-20 კაცი მაინც. კპიდები თუ შევესწრები საწყის ეტაპზე 2 პოდკასტი თვეში, კითხვა-პასუხის ვარიანტზე ხომ გიპასუხოთ. პლუს 3-4 პოსტი უეჭველი იქნება გარანტირებული ყოველ თვე. რამე უეჭველი აუდიო ორიენტების ვარიანტს ხვალ გიქხომ კიდე საინტერესო ეხლა ხსავდე ჰემოტოკრიტზე, აი დეტალურად დაგეჭილი 17 წუთიანი კაი ვიდეო. ძალიან გამისწორდება თუ შემომიერთდებით ფაქტიურად. ეგ ფასი არის ფაქტიურად უბრალოდ აგიხსნით როგორი მექანიზმის, ანუ უამრავ ჩემ ძალიან მაგარ ნიჭიერ მეგობრებს ჩემთვის ჩაუგდიათ რაღაცა გარკვეული უფასო ფაილები, უფასო რაღაც გარკვეული გაიდლაინები, რაც მიყრია ხოლმე პაპკაში და არ გამიხსნია ბევრჯერ რა. და რაღაცაში რასაც თქვა მე ფული გადამიხდი, გინდა თქვა თავიღოთ რამე თქვა კვლევაში 10 და 15 დოლარი მაინც. ის დეტალურად სხვანაირად წამიკითხიან. თქვენ ხდებოდით იმას, რომ არ აქვს ეგ სიმბოლური ფასი არის, აი 40 ლარი ფაქტიურად არა, ერთი კაფეში შესვლა არის ფაქტიურად და რა ვიცი, ერთი ყავა და ერთი ნაჭერი ნამსხვრიანი. ეგ არის ისეთ სიმბოლური ფასი უბრალოდ. რაზეც თქვენი უფრო ნერვული სისტემა და თქვენი ფსიქიკა უფრო ცოტა სხვანაირად ისწავლეს. ან მე რეალურად მინდა რომ საქართველოში მე უამრავი რაღაც თემები გავხსენი საინტერესო საქართველოში, რა ვიცი, აი ძალიან ბევრი. სარმები, ინსულინის, ერიტროპოეტინის, აი ძალიან ბევრი საინტერესო რა, ნოოტროპები. და მინდა რომ რეალურად უფრო დროთა განმავლობაში ვთქვათ, ისე შეიძლება მოვიდეს ერთხელ რომ საერთოდ ვაფშე გავქრე სოციალურ ქსელებიდან, ანუ შეიძლება მოხდეს ისე რა. მინდა რომ ისეთი პონტი იყოს, რომ ჩემი რაღაცა გარკვეული ისეთ ვარიანტში დავტოვო ჩემი სასტავი, ჩემი ბიჭები და რეალურად ისეთი ცოდნა გავაზიარო, რაც სხვაგან ვერ გაიგებს სვეტში რა. თუ შემომიერთებით, მაგრამ გამისწორდება თუ დავსტაბილურდებით მიახლოებით 20 კაცი მაინც 15-18 კაცი მაინც თუ იქნებით, იქ ესეთ მსგავს ფორმატს უეჭველად შეუბერავ. ეგ არის ბიჭები, 28 წუთზე წავედი. თქვენ რა ვიცი, გისურვებთ ყოველს ჯანზე ყოფნას, ივარჯიშებთ უეჭველი იყავით ჯანზე. და რა ვიცი, ბიოოპტიმაიზინგით დაკავდით რა. მე კიდე წავედი ახლა ფაქტიურად დავიწყებ ხელების ფამს და ვისაც რა ვიცი თქვა, რამე ნებისმიერ სფეროში გჭირდებათ დახმარება ვარჯიში, რა ვიცი, ნებისმიერი კუთხით შეგიძლიათ მოხვიდეთ კონსერვზე, მუშაობ ახლა აქტიურად, დავიწყე რეჟიმში დგებინენელა. გურჯაანში ხსნი ჰიბრიდ ფამს, ძალიან მაგარ დარბაზს, სადაც იქნება აი აბსოლუტურად ყველაფერი. გურჯანელები ვინმე თუ ხართ, უკვე შეგიძლიათ ნელა მოიწიოთ ჩემთან ფაქტობრივად აი ბოლო რაღაცა ვარიანტები გუშინ ჩამოვიდა, ბოლო რაღაცა გარკვეული დანადგარები ახლა ვაწყობ თამერებს და შეგიძლიათ მოხვიდეთ აქაც, რა ვიცი, ჩემთან პერსონალურ ვარჯიშებზე დაჟეც. ეგ არის ბიჭები, ყველას დროებით, ადიოს.